უნდათ რომ ქუჩაში არავინ არ ლანძღავდეს, Facebook-ზე არავინ არ ლანძღავდეს, არავინ არ აგინებს, ანუ თან სული საქმეები აკეთონ და თან კომფორტში იყვნენ. ანუ დისკომფორტიც არ შეექმნა. თავზე საბნის წახურება არავისთვის არ არის სასარგებლო. ჩემთვის ყველაზე უფრო კატასტროფული, თუ შეიძლება ასე ითქვას, და აი ბოლო წერტილი იყო ტროტუარზე დგომისათვის დაჯარიმება და დაპატიმრება. კლასიკური მაგალითია, უნდა ვაკონტროლებთ, ეს არის კულტურა, მედია, სამართალი, ეკლესია და დარჩა უმაღლესი განათლება, რომლის კონტროლის მცდელობაც დაიწყო შაშა. ხო, ანუ იმანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ტოტალურა მას სჭირდება ტოტალური კონტროლის სისტემა. ხო, შესაბამისად ჩვენ სულ ვამბობდით ხოლმე, რომ აი საქართველოში არ გამოვა ბელორუსი, არ გამოვა აზერბაიჯანი, მაგრამ დღეს ვაკვირდებით, რომ ნელ-ნელა აქეთკენ მივდივართ და შეიძლება მშვენივრადაც გამოვიდეს. ჩვენ გვაქვს ბევრი ილუზია საკუთარი თავის შესახებ და დრო ამ ილუზიებს დავემშვიდობოთ. ნახოთ, მინდა გითხრათ პროპაგანდაზე, რომელიცაც ყველაზე კარგად ამუშავებს ქართული ოცნება. ისინი უბრალოდ ძალადობის სამხალისებლები არიან დღეს. სიგურვილის გამღივებლები არიან. ისინი არიან პროპაგანდის მსახურები. და შესაბამისად ეს ადამიანები ცუდად გავონდეს, მაგრამ ყველაფერზე ხელის მომწერნები არიან. და ესეთი ადამიანები არიან არა მარტო მედიაში, ესეთი ადამიანები არიან ყველა ინსტიტუციაში. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. რომ წარმოვიდგინოთ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალის 14 ძღლით სვამენ ციხეში ბილდ სიტყვაობისთვის. კომიკოს მსახიობს ქუჩაში ხვდებიან და ცემენ მწერალზე შეიძლება არც თუ კარგი ხუმრობისთვის. აქტივისტ გიორგი ახობაძეს 25 დღით სვამენ ციხეში იმის გამო, რომ მან შეაგინა ნარკოტიკების ჩამდებ პოლიციელებს. ან კონკრეტულ პოლიციელს კი არ შეაგინა, ვიდრე ზოგადად, ვინც ნარკოტიკებს უდებს ხალხს, ამ პოლიციელებს შეაგინა და ამის გამო 25 დღით ციხეში გაუშვეს. ქალბატონი დააჯარიმეს 5000 ლარით ბიძინა ივანიშვილის დაწყევლის გამო. როგორ მივედით აქამდე? რა ქვეყანას ვაშენებთ და სად არის გამოსავალი? ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოლოგი, თესეუს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონ მარინა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა რომ ვისაუბროთ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ზოგადად. რა ქვეყანა მივიღეთ გამგებელი ბოლო დროინდელი მოვლენებიდან, რაც ხდება ახლა ჩვენს თავს, ხო, დაპატიმრებული ჟურნალისტი Facebook-ზე რაღაც სიტყვაობის გამო, ნაცემი იუმორისტი, ხუმრობის გამო, რომელიც არასწორად დააშუქეს და ხალხი აგრესიით განაწყვეს მის მიმართ. ვიღაცები აღმოჩენ ისეთი პატრიოტები და ლიტერატურის მოყვარული ძველი ბიჭები თუ არ ვიცი რაღაც, რომლებაც გადაწყვიტეს, რომ ნოდარ დუმბაძის დასაცავად შეიძლება დროის ქუჩაში დახვდე და ცემო, მაშინ როდესაც ოჯახი ამბობს, რომ რასი გიჟია ეს ყველაფერიო. მოკლედ ასეთი სიტუაცია ქვეყანაში ვართ და პოლიტიკური სიტუაციაც შევაფასოთ. უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისათვის. და თქვენ დასმულ კითხვაზე პრინციპში არსებობს ძალიან მარტივი პასუხი, ეს არის ფაქტობრივად ძალაუფლების კონსოლიდაციის შედეგი ერთი პარტიული ჯგუფის მიერ. ერთი პარტიასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ეს არის პარტიის გარკვეული ნაწილი, რომელიც არის წარმოდგენილი ხელისუფლებაში, მაგრამ მათი მხარდამჭერები რამდენად მონაწილეობენ ამაში, ამას კიდევ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ის ტროლ-ბოტების მთელი სისტემა, საინფორმაციო საშუალებები, რომელიც მუშაობს ამ პარტიულ ჯგუფზე, ნამდვილად ვერ გაიგივდება ყველა იმ ადამიანთან, ვინც თუნდაც 20-24-ში ხმა მისცა ქართულ ოცნებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ ყავთ გულმხურვალე მხარდამჭერები და აბსოლუტურად ყველა მათ მოქმედებას ამართლებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ეხლა ძალიან მოდაშია იმის თქმა, რომ მოდაშია კი არა და კარგია ეს ძალიან, რომ პოლიტიკოსები დადიან რეგიონებში ხვდებიან მოსახლეობას, რომლებიც არ არიან თბილისში. ისინიც ხედავენ, რომ უკმაყოფილება ზუსტად ეკონომიკური სიტუაციის გამო და შექმნილი პოლიტიკური სივრცის გამო საკმაოდ დიდია. ეხლა ძალაუფლების კონსოლიდაციას რა მოაქვს? ეს ძალაუფლების კონსოლიდაცია ძალიან მეთოდურად განახორციელა ქართულმა ოცნებამ, დაწყებული 2012 წლიდან, 2016-ში უკვე აღარ არსებობს არანაირი მრავალფეროვნება
თვითონ პარტიაში. ქართული ოცნება მაშინ სხვა იყო, ეხლა სხვა არის. ერთადერთი ადამიანი არ იცვლება ქართულ ოცნებაში ივანიშვილი. ხო და ამაშია საქმე, რომ 2000-ამდე სულ სხვა ქართული ოცნება იყო. სულ ხალხი იყო. კი, და ძალაუფლების კონსოლიდაცია ზუსტად ამ ერთი ადამიანის თუ ერთი ჯგუფის გარშემო არის ეტაპობრივად განხორციელებული და ამ თვალსაზრისით ნამდვილად ჭყალებში წუნს ვერ დაუდებ, იმიტომ რომ თუ ეს იყო მრავალპარტიული კოალიცია, დღეს ამ წუთას და მრავალფეროვანი მედია, რომელსაც ასევე თან საზოგადოებაში იყო მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, შესაძლებელი იყო აზრის თავისუფლად გამოხატვა, ეხლა ძალიან შეზღუდულია, მე ვიტყოდი თითქმის ნოლზეა დასული, იმიტომ რომ თუ შევხედავთ სოციალურ ქსელებს, ის ადამიანებიც კი, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, მათი მოზომილი, ასე ვთქვათ, მინიშნებებით ნათქვამი უბრალოდ ასე ვთქვათ, გამგებმა უნდა გაიგოს. ხო, აი გუში მაგალითად გიორგი ახობაძე გაასამართლეს 25 დღით პატიმრობა მიუსაჯეს და ერთ-ერთი რაც ჰქონდა წაყენებული ბრალი იყო, რომ ვიღაცას უწოდა მონა ანუ მარტო გინებაზე აღარ არის. არა. ხო, 25 დღე მას კიდე იმისთვის მიუსაჯეს, რომ ზოგადად შეაგინა ჩამდე პოლიციელებს, ან კონკრეტული პოლიციელისთვის არ შეუგინებია, ანუ მის ნარკოტიკებს უდებს ხალხს, იმათი დედაო და ამაზეც გაასამართლეს. ანუ ვერ მივხვდი ახლა აღიარებენ რომ ყავთ ეს ჩამდები პოლიციელები და იმათ რატო შეაგინებო თუ რა აი რა და პლუს ერთ-ერთი გვერდითი ბრალდება იყო რომ ვიღაცას ფეისბუქზე მოუნა ანუ ხალხს აქამდე ეგონა რომ მარტო რაღაცა ბილწიტყვაობისთვის შეიძლებოდა შენ დაეჯარიმებინი ან ციხეში გაიშვი და აღმოჩნდა რომ არა რა თქმა უნდა ეს არ ესეც შეურაცხყოფად ითვლება კი იმიტომ რომ ხალი და დააჯარიმეს უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ ივანიშვილის დაწყევლის გამო წყევლად აკრძალულია ყველაფერი აკრძალულია, რაც მიმართულია თვითონვე გააკეთეს ეს განცხადება, რომ უნდა გესმოდეთ, რომ ნებისმიერი გადაბრუნებული პერიფრას ვაკეთებ. გადაბრუნებული სიტყვა ხელისუფლების პატრიარქის მიმდინარე პოლიტიკური კურსის მიმართ ეს არის დასჯადი. შესაბამისად, თუ მე ახლა ვიტყვი, რომ მე ეს არ მომწონს, მე ვექცევი ამ დასჯადის კატეგორიაში, იმიტომ რომ არ მოწონება გულისხმობს იმას, რომ არ გვეთანხმები. და შენთვის ეს პოლიტიკური კურსი, ან კიდევ პოლიტიკური სიტუაცია არის სრულიად მიუღებელი. ამიტომ ამაში გინების და ბილწიტყვაობის გავარდა შევა ყველა ის ზედსართავი მეტაფორა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და პარალელურად აი ეს რაც თქვით, რომ ესე იგი აღიარებითი ჩვენება გამოდის, რომ არიან ესეთი პოლიციელები, კი გამოდის ეს აღიარებითი ჩვენება, მაგრამ ვისთვის, ხო? ის ვისთვისაც ეს აღიარებითი ჩვენება, ის არის დარტყმის ქვეშ. ანუ მის მიმართ ხორციელდება, ასე ვთქვათ, ზეწოლა. თუ ვინმეს გონია, რომ ეს ზეწოლა ასე ვთქვათ, გააქრობს დაგროვილ წინააღმდეგობის მუხტს, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თუ მე არ მეძლევა გარეთ გამოვიტანო ის, რასაც ვფიქრობ, ეს ყველაფერი გროვდება შიგნით, გადაიქცევა მერე აგრესიად, რომელიც ერთბაშად იფეთქებს, როგორც კი, ასე ვთქვათ, თუნდაც პატარა, როგორ რა თქვა, ნაპერწკალი გაჩნდება ამის. ხო, დახურ ჭურჭელში რო ადუღებ წყალს, თუ ორთქლის გამოშვების საშუალება არ არის და ჭანჭიკებს უჭერ, რაც მეც უჭერ, მით უფრო მეტი შანსია რომ მე ის აფეთქე. კი, და ამისი გამოცდილება სრულიად უახლოეს წარსულში გქონდა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია ზუსტად ამ შინაგანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგროვილმა, როგორ რა ვთქვა, უკმაყოფილებამ. ხო, მაგრამ აქ ახლა ჩვენ ხედავთ რას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ივანიშვილს უნდა რომ ის პოლიტიკა, რასაც ატარებენ, გაატარონ ისე, რომ მათ მიმართ აგრესიაც კი არ წამოვიდეს. ანუ დისკომფორტი არ შეექმნათ უბრალოდ, ან მათ ასე ვთქვათ ივანიშვილის გუნდის წევრები დავარქვათ, თუ მისი არ ვიცი ხელის ბიჭებს ეძახის ზოგი არ ვიცი რას ეძახის,
ანუ ამ ხალხს უნდათ რომ რაღაცას რო გააკეთებენ ივანიშვილის დავალება შეასრულებენ, მორიგ რაღაც ისეთ კანონს მიიღებენ, რომელიც ხალხს გააღიზიანებს ან ჭანჭიკებს კიდევ უფრო მოუჭერს, უნდათ რომ აი ქუჩაში არავინ არ ლანძღავდეს, Facebook-ზე არავინ არ ლანძღავდეს, არავინ არ აგინებს, ანუ თან ცუდი საქმეები აკეთონ და თან კომფორტში იყვნენ. ანუ დისკომფორტიც არ შეექმნათ. და ამას ემსახურება ხო ეს ყველაფერი, რომ ანუ ჩვენ გვინდა თან ფული მოვიპაროთ, კორუფციაში ვიყოთ, ყველაფერი ვაკეთოთ, მაგრამ თქვენ არც შეგვაგინოთ, არ დაგვწყევლოთ, არაფერი არ გვიქნათ და აი ასე დავაწყნარებს სიტუაციას და ეს რამდენად ჯერჯერობით რაღაც სხვაყოფილი არიან ამბობენ, რომ ახლა ვაკვირდებით და შემცირდა Facebook-ზე გინებები და ინციდენტები და ამით საზოგადოებაში აგრესიას ვაწყობთ, არ ვიცი რა. სიძულვილის ენას ვებრძვით. იცტრესია საქმე მე უბრალოდ ისე შედარებას მოვიყვან. ეს არის ილუზია. ილუზია იმის შესახებ, რომ მე შენ დისკომფორტს არ გიქმნი, იმიტომ რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ღიად შემოვიდე კონფლიქტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვარ უკმაყოფილო. ამიტომ დისკომფორტი, რომელსაც ის უბრალოდ დისკომფორტის შემცირებას, რომელსაც ისინი თითქოს და ცდილობენ, მე ვიტყოდი, რომ სულ პირიქით ეს უფრო და უფრო მეტად ზრდის კონფლიქტურ სიტუაციას, იმიტომ რომ თუ შენ მე არ მაღიარებ და მათ დაიწყეს 24 წლის განსაკუთრებით, ნუ ახლა სხვა არჩევნებზე აღარ ვლაპარაკობ, 24 წლის არჩევნებიდან იგნორირება 46% მოსახლეობის, ანუ ამ მომრჩევლების, რომლებაც ხმა არ მისცეს იმას, რა ქვია. ეს მათი დათვლით. კი, მათი დათვლით. ისე შეიძლება მეტიც იყოს. ხო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს ხოლმე არაფერს არ ვუმატებ, არა და დამეთანხმებით, რომ ეს რა ქვია, მათ არ მხარდამჭერებს დამატებით 0.1%-საც არავინ არ დაუმატებდა. 46% ამომრჩევლების ეს არის ფაქტობრივად ნახევარი მოსახლეობის. ნახევარი მოსახლეობის იგნორირება, მათი შეურაცხყოფა, სტეიტის აგენტები. ხო, მონათვლა, მათთვის მიწერა გარკვეული მეტაფორების, მათთვის დარქმევა ერთი სახელის, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ზრდის დისტანციას, ხელისუფლებასა და კმემას რა ქვია მოქალაქეებს შორის, რომელიც ნამდვილად ესეთი ფორმალური კანონებით ვერანაირად ვერ შემცირდება. და არ ვიცი ახლა პრინციპში ეს ადამიანები არა მარტო სახელმწიფო არა მარტო უმაღლესი განათლების მქონენი არიან, არამედ ისინი ატარებენ ყველაზე უფრო მაღალ აკადემიურ ხარისხსაც და რა ვიცი, აბა ახლა უახლესი ისტორია მაინც ხო უნდა ახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი ჩახშობა შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ არანაირი სურვილი, რომ შევიდნენ, ასე ვთქვათ, ღია კონფლიქტში, ამიტომ სადამდისად შესაძლებელია, ისინი თავს იკავებენ ამისაგან, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შიგნიდან დამოკიდებულება იცვლება. და ამ დამოკიდებულების შეუცვლელობის გამო ხდება ზუსტად ის, რაც მერე ხდება, ეს არის ბუნტი, ეს არის აჯანყება, ეს არის რა ქვია, აფეთქება, რომელიც მერე უკონტროლო და უმართავი ხდება. მე მგონია, რომ ეს დისკომფორტი რო არ შეექმნათ, ხო? მე მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკა და მათ ურჩევნიათ რეალურ სიტუაციას შეხედონ, განსაკუთრებით იმის კვალობაზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო, თავზე საბნის წახურება არავისთვის არ არის სასარგებლო. ხო, ეს საინტერესოა ხა ეგ ყველაფერი როგორ დამთავრდება, ხა ჩვენ კი ვიცით თქვა როგორ თავდება ზოგადად, მაგრამ ნუ ხელისუფლებას როგორც ჩანს იმედი აქვს, რომ უკვე ისე მოუჭირა ეს ჭანჭიკები, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგობას ვეღარ გააწევს, ის წინააღმდეგობა გატეხა რაც იყო და ეხლა შეუძლია კიდევ უფრო შორს და შორს წავიდეს. ხო, აი ამა იცით რა, შორს და რამდენად შეიძლება მართლა მათ მიაღწიონ იმას, რომ ნუ კარგა ხანს შეინარჩუნონ ასეთი სიტუაცია. უფრო შორსა და შორს წავიდნენ, ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ დიდი ფინანსური რესურსი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ფინანსური რესურსი იკლებს ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლება და ასე შემდეგ, მე არა მაქვს განცდა, რომ ისინი ამას დიდხანს შეძლებენ.
არსებობს თუ არა ფინანსური რესურსი, რომელიც მათ მოუწევთ, რომ ამაში ჩადონ, ჩემი აზრით არსებობს, მაგრამ რამდენად მოუნდებათ, რომ ამაში ჩადონ, ეს მე არ ვიცი და არა ვარ ამაში დარწმუნებული, განსაკუთრებით იმის ყვალობაზე, როდესაც შტატებმა უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მე მისი რა ქვია, განიხილოს და სერიოზულად შეისწავლოს აგენტურული ქსელი ერთი და მეორე ნახოს თუ რამდენად ემსახურება ჩრდილოვანი ეკონომიკა და არა ღია ეკონომიკა, ჩრდილოვანი ეკონომიკა არა უბრალოდ გამოიყენება სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ნამდვილად თუ ჩვენ გვაქვს de facto და de jure ხელისუფლება, ან კიდევ ხელისუფლება არა, ქვეყანა, ეს უდაოდ მათი დამსახურებაა. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ აი კი შეიძლება ხალხი აზრით უგვიან ეს ყველაფერი დასრულდება აფეთქებით, მაგრამ დღეს ხალხი ჩუმად არის, ხო? უფრო მეტი არის გადასული პასივში, ადრე უფრო მეტი იყო ქუჩაში. ეს რა მდგომარეობა რამ გამოიწვია თქვენი აზრით? ხო, აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს, უპირველეს ყოვლისა ეს ფაქტორები არის, უნდა დავწყოთ ეკონომიკური ფაქტორით, იმიტომ რომ ადამიანებისათვის ცხოვრება ძალიან გაძვირდა. შესაბამისად, პირველი, როგორ ვთქვა, ადამიანებისათვის პირველი დანიშნულება არის, რომ მათ უზრუნველყონ თავიანთი შრომით ოჯახი. აი ამაზე, როდესაც მიდის ძალიან დიდი დრო და თქვენ ვერ ახერხებთ ამას, ხო, სხვა ტიპის აქტივობისათვის, გარდა იმისა, რომ იფიქროთ და გულში ჩაახშოთ ეს უკმაყოფილება თქვენ არ აგაქვთ. მეორე ეს არის ის, რომ კანონით შეიზღუდა სივრცე ის, რაც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე უფრო კატასტროფული, თუ შეიძლება ასე ითქვას, აი ბოლო წერტილი იყო ტროტუარზე დგომისათვის დაჯარიმება და დაპატიმრება, იმიტომ რომ ელემენტალურად ნონსენსია. ტროტუარი იმისათვის არის, რომ ფეხით იარო, ხო სწორია რა? და რატომ აბა სავალ ნაწილზე უნდა ვიარო? სავალ ნაწილზე ხომ აჯარიმებ? აბა ვიფრინო? მაშინ ნუ ჯერჯერობით არ მაქვს მე ამის საშუალება, ხო? ივანიშვილი გეუბნება, რომ პროტესტი უნდა გამოხატო ხალხმა იქ, სადაც მე მიგითითებ. მაგასაც პარლამენტის წინ გააქვთ გამოყოფილი ადგილი და მან დიყავით, მან დაეტიეთ. თავიდან იქაც აჯარიმებდნენ, მაგრამ მიხდნენ რომ სიგიჟე იქლას ძალიან სიგიჟეში მიდიოდნენ და მაგას თუ არ გაცდებით, სხვაგან ტროტუარზე არ გაიაროთ, არც ქუჩაზე. ხო, და მესამე ფაქტორი გახლავთ ის, რომ სოციალური კაპიტალი, რომელიც ამოიღებს ხმას, რომელიც დაიცავს, ასე ვთქვათ, ღირებულებებს და ასე შემდეგ, არის ძალიან მწირი საქართველოში. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ განათლების რეფორმასთან მიმდინარე პროცესები, როდესაც ფაქტობრივად არსებულ უნივერსიტეტებს გაუქმეს ავტონომია, შეუზღუდეს რეალური ფუნქციონირების საშუალება და მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის რექტორი აღმოჩნდა, რომელიც ამას ხმამაღლა აპროტესტებდა. ილიას უნივერსიტეტი. და სად არის ეს სოციალური კაპიტალი? იმიტომ რომ აკადემიური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ელიტა, ანუ ის ხალხი, ვინც ელიტა არის, ის ხალხი, ვინც დაკავებულია ამ სფეროში, ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ მათ ეს ყველაფერი გამოიტანონ, კრიტიკულად შეაფასონ და ილაპარაკონ ამაზე. და ამისათვის ერთი, რომ არც სივრცე აღარ რჩება და მეორეც ეს ადამიანები რჩებიან პასიურები და ემორჩილებიან წესს, რომ ეგება და როგორმე გადავრჩეთ. როგორც მითხრეს, მე არ ვიცი ამის შესახებ, ეხლა აპირებენ, რომ საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში გამოაცხადონ ეგრეთ წოდებული ესა რა ქვია, წამყვანი პროფესორის თანამდებობა, თუ არ ვცდები, ოღონდ ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა მხოლოდ გარედან მოსულმა ადამიანმა.
ანუ ის არ იყო საკმარისი, რომ ობიექტური დამკვირვებლის სტატუსი შემოიტანეს, რომ არიქა და რაღაცა არ წამოგწდეს ლექციაზე. ეხლა წამყვანი პროფესორი უნდა მოიყვანონ გარედან, იმას უნდა გადაუხადონ 10,000 ლარი, რაშიაც მე მართალი გითხრათ, რომ მაინც ეჭვმეპარება. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში, და აი ეს ფული უნდა იყოს დახარჯული იმაზე, რომ სრულად გაკონტროლდეს ეს სივრცე. ანუ ვიყოთ იდეოლოგიური, კი არა, როგორ ვთქვათ, პარტიული პროპაგანდის გამტარებლები. აი ამას რატო არ აპროტესტებს აკადემიური სივრცე, არ ვიცი. ხო, ამას არა მარტო აკადემიური სივრცე, აკადემიური სივრცეთა სტუდენტებიც, რომლებიც ადრე ქუჩაში იყვნენ, ისინიც გაქნენ. ანუ თითქოს ხელს უნდა მოახერხა, რომ ყველგან ყველაფერი ჩაახშო და გააჩუმა. სტუდენტებთან მიმართებაში მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია გითხრათ. სტუდენტები არ არიან ჩვეული ხანგრძლივ პროტესტის იმას რა ქვია კალიბრს, თუ შეიძლება ასე ითქვას. მათ სრული განცდა ჰქონდათ, რომ 23 წელს კანონის უკან გაწვევის კვალობაზე მათ მიაღწიეს შედეგს. მაშინ, როდესაც იყო მეორეჯერ ეს კანონი შემოტანილი, თუ გახსოვთ, უფრო ნაკლები ხალხი იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ იმასთან შედარებით ნაკლები ხალხი იყო და რაც შეეხება აი ევროკავშირის თან მოლაპარაკების შეჩერებას, შეწყვეტას და ასე შემდეგ, ის პროტესტი დღემდე გრძელდება, თუმცა ძალიან ცოტა ხალხი მონაწილეობს მასში აქტიურად, თუ შეიძლება ასე ითქვას. სტუდენტები ცდილობენ წავიდნენ ამ ქვეყნიდან. რამოდენიმე ხნის წინ მქონდა ასეთი შესაძლებლობა, რომ უფრო დეტალურად გავცნობოდი დემოგრაფიულ სურათს, ვინ მიდის ემიგრაციაში. და უნდა გითხრათ, რომ ძალიან შემაშფოთებელი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ემიგრაციაში ფაქტობრივად მიდის რეპროდუქციული უნარის და შრომის უნარიანი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. მათ შორის ყველაზე უფრო დიდი ჯგუფი არის 25-დან 39 წლამდე. ადამიანს ერთი სიცოცხლე აქვს და ეხლა ამ ერთ სიცოცხლეს ვერ შეწირავს ეს ადამიანი იმისათვის, რომ იბრძოლოს ჩაკეტილ სივრცეში, მას ურჩევნია სადმე სხვაგან მოახდინოს რეალიზება და რაც შეეხება ემიგრანტებს, რომლებიც ანუ აქ ვრჩებით 50 წელს გადაცილებული მოსახლეობა ძირითადად და რაც შეეხება ემიგრანტებს, რომელიც შემოდიან არა მარტო რუსეთიდან, მაგალითად ჩაშან 14,000 აზერბაიჯანელი შემოვიდა და კიდე სხვა ქვეყნებიდან, მათი ასაკი არის ძალიან ახალგაზრდა 30-დან 45 წლამდე. ხო, არა, პირდაპირ გითხრა ერთ-ერთმა პროპაგანდისტმა, რომ არ მოგწონთ, ვისაც არ მოგწონთ, წადით ამ ქვეყნიდან. ანუ მარტო ჩვენ უნდა დავუშვათ კოცებიო. ივანიშვილის ასე თქვა თაყვანისმცემლები, დანარჩენებს შეგიძლიათ წახვიდეთ და ჩვენს ადგილს აქ დაიკავებს ვიღაც უცხო ხალხი მერე. ხო, და მე იმ უცხო ხალხს რითი მასიზავენ, რა ქვია, ის უცხო ხალხი მე რამდენადაც ვიცი, არ იხდის გადასახადებს და საიდან უნდა შევიდეს ბიუჯეტში ფული. ის რომ მე მომიშორო თავიდან, რომელსაც მაქვს მიკუთვნებულობა ჩემი ქვეყნის მიმართ, შენ შეგიძლია ეს გააკეთო, მაგრამ შენც ზარალდები ამის გამო, იმიტომ რომ მე ამ ქვეყანაში ვრჩები არა მარტო იმის გამო, რომ ეს ჩემი ქვეყანა, არამედ მე კვლავ წარმოების თვალსაზრისით ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რომლითაც ჩვენ სარგებლობ, ხო? და თუ ეს ხალხი ასე წავიდა, ძალიან ჩქარა შეიძლება დადგეს სერიოზული პრობლემა, თუნდაც ის ფიქსირებული საპენსიო თანხის გაცემის კვალობაზე. არაფერი რო ვთქვათ, ჯანდაცვის მომსახურებას და არაფერი რო ვთქვათ, სასკოლო განათლებაზე, რომელიც საჭიროებს სერიოზული დაფინანსების ზრდას და რაც მთავარია მთლიანად განახლებას. ის რომ უმაღლესი სასწავლებლებისათვის მოიცალეს, უმაღლესი სასწავლებლებისათვის მოცლა გულისხმობს კლასიკური მაგალითია, უნდა ვაკონტროლებდეს, ეს არის კულტურა, მედია, სამართალი, ეკლესია და დარჩა უმაღლესი განათლება, რომლის კონტროლის მცდელობაც დაიწყო შაშა. ხო, ანუ იმაშუმა გადაწყვეტა, რომ მას სჭირდება ტოტალური კონტროლის სისტემა. მას და ამ მცირე პარტიულ ჯგუფს, რომელიც ამ წუთას არის მოქცეული ხელისუფლებაში. ხო, შესაბამისად ჩვენ სულ ვამბობდით ხოლმე, რომ აი
საქართველოში არ გამოვა ბელორუსი, არ გამოვა აზერბაიჯანი, მაგრამ დღეს ვაკვირდებით, რომ ნელ-ნელა აქეთკენ მივდივართ და შეიძლება მშვენივრადაც გამოვიდეს. კი, ნამდვილად. არ აღმოჩნდით ქართველები ის ხალხი, ვინც გვეგონა ჩვენი თავი, რომ აი ჩვენ ისე არ მოვითმენთ, როგორც თქვა, იქ აზერბაიჯანში იქმნენ ან ბელორუსში. ჩვენ გვაქვს ბევრი ილუზია საკუთარი თავის შესახებ და დრო ამ ილუზიებს დავემშვიდობოთ და შევხედოთ ჩვენ თავს სარკეში. მე არაფერს არ ვამბობ ახალს, ის რაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ჩავიხედოთ სარკეში. მე მგონი ჭავჭავაძეც იმიტომ გავისტუმრეთ იმ ქვეყანას, რომ სარკეში ჩახედვა არ გვინდოდა და აი ეს სარკეში ჩახედვის დრო ჩემი აზრით არის ეხლა. ჯერ კიდევ არის შესაძლებელი რაციონალური, პრაგმატული და ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. დიდ ქვეყნებს აქვთ, ანუ მე ვგულისხმობ ტერიტორიულად მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს აქვთ თავიანთი პრობლემა. იქ ძალიან ძნელია ინსტიტუტების შექმნა, ხო? ისეთი, რომელიც კარგად მუშაობს, ეფექტურია და ამ შემდეგ. პატარა ქვეყნებს ეს უპირატესობა აქვს. და აქ რა ხდება? ყველა არსებული ინსტიტუციის მოსპობა იწყება. აი ეს არის ძირითადი პრობლემა. იმიტომ რომ აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც მუშაობს თავისი მიზნების შესასრულებლად. ამას არათუ წინააღმდეგობას აღარ უწევს ქართველების ნაწილი. ქართველების ერთი დიდი ნაწილი ტაშს უკრავს. ერთი კაცის ტოტალურ კონტროლს და ყველგან მმართველობის ამყარებას ტაშს უკრავს. ეს რა ფენომენია? ეს არის ზუსტად იმ ილუზიის გაგრძელება, რომ ერთმა იცის ყველაფერი და ერთს შეუძლია, ანუ მესიანიზმის პაროდია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ერთმა შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი, ერთმა იცის ყველაფერი და დანარჩენებმა არაფერი არ იციან და ამის მეორე ეტაპია, როდესაც იქმნება ნარატივები, იგივე deep state-ის შესახებ, იგივე კონსპირაციების შესახებ, მტრის ხატის შესახებ, მასონების შესახებ, დიდი ხანი არ უხსენებიათ. იგივე ისინი რა ქვია, ყურში ჩამჩურჩულა მე ვიღაცამ და მე ვიცი, რადგან იმას ჩარჩურჩულეს, ახლა ტყუილს ხო არ იტყვის. ეს ყველაფერი არის ტყუილი. სიცრუეზე არის ეს აგებული, იმიტომ რომ თუ შევხედავთ ამ რეალურ პოლიტიკას, ასეთ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სრულიად სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ხო, და ნუ რეალ ამბობენ ახლა მაგასაც ყობახიძე როცა დასავლეთთან არ არის ურთიერთობა დალაგებული, ხო, ევროკავშირთან, ამერიკასთან, პირდაპირ ამბობს, რომ აზერბაიჯანს თუ ელაპარაკებით, ჩვენ რატო არ ველაპარაკებით? ან მათი როლ მოდელი გახდა აზერბაიჯანი, იქაც ხო არის ავტორიტარიზმი და ჩვენ რა დავაშავეთ ახლა? ხო, იმას თუ ელაპარაკებით. ხო. აზერბაიჯანს თავისი რესურსები აქვს, რომლის კვალობასდაც მას ერთის მხრივ შეუძლია ავტორიტარული რეჟიმი კონდეს და მეორეს მხრივ მას შეუძლია სერიოზულად ივაჭროს ამ რესურსებით. ჩვენ არა გვაქვს ესეთი რესურსები, ამიტომ თუ ალიევს ელაპარაკებით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ავტორიტარს ელაპარაკებიან მხოლოდ. ასეთ შემთხვევაში პრაგმატული პოლიტიკა მაგას ნიშნავს, რომ ორი მხრივი სარგებელი იყოს. ხდება, რომ აი მას აქვს ნავთობი, ჩვენ გვაქვს გეოგრაფია, ჩვენზე უნდა გაიაროს ყველაფერი და ამიტომ გინდა არ გინდა დაგველაპარაკებით. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს გეოგრაფიული მდებარეობა მის შემდეგ რაც ემისი რა ქვია ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როდესაც შტატებმა განაცხადა, რომ ის 100 წლით იღებს ზანგეზურის კონტროლს, გულისხმობს იმას, რომ თქვენი ტერიტორია არ არის ერთადერთი, რომელზედაც შეიძლება ჩვენ აქცენტი გავაკეთოთ. არავის არ დაუყენებია საკითხი მაგალითად, რომ გიუმრიდან გაიყვანეთ სამხედრო ბაზა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი არის კავკასიის როგორც ერთი რეგიონის და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მარტო საქართველო იყოს ამაში, კავკასიის როგორც რეგიონში ინტერესების, ასე ვთქვათ, წარმოდგენაზე. ხო, აზერბაიჯანი იმიტომ ვახსენე, რომ რადგან მათი ასე ვთქვათ, მისაბაძ მაგალითი გახდა ეს აზერბაიჯანი, შეიძლება ამასაც იყოს ივანიშვილის წოდება, როგორც იქ არის დინასტიური მმართველობა მამიდან შვილზე, ხა ცოტნე ივანიშვილი გამოაჩინეს და შეიძლება საქართველოში მივიღოთ ეს მოდელი, რომ რაღაცა დინასტიურ მმართველობასაც შეეგუოს ქართველი ხალხი, როგორც აზერბაიჯანში ხდება.
აქამდე მივიდე? ვერ გეტყვით, იცით, მე მგონია რომ აქამდე მაინც ვერ მივალთ, იმედი გაქვს. არა, იმედი არა, უბრალოდ მე ამის როგორ ვთქვა, ამ არგუმენტის უკან დგას ისეთი რამ, რომ არც ბერა და არც ცოტნე ივანიშვილები არ წარმოადგენენ პოლიტიკაში განათლებულ ადამიანებს. აი, ცოტნეს ახლა ავარჯიშებს, ასე ვთქვათ, ხო? უფროსი ვაჟიშვილი, რომელსაც აქვს დამთავრებული პოლიტიკის მეცნიერებები საფრანგეთში, აი ეს ადამიანი საერთოდ არ ჩანს. ის არ ჩანს. ბერას არ აღმოჩნდა სურვილი, მაგრამ ეს პატარა როგორ ჩანს, რაღაც უფრო იწევს ამისკენ, იმიტომ რომ თვითონ გამოდის, იღებს ახალგაზრდულ შეხვედრებში მონაწილეობას, თითქოს კეთილი პოლიციელის როლს თამაშობს, აი ძალადობა არ გვინდა, მოდი დავასრულოთ. და რაღაც აი ასე პოზიციონირებს. ეხლა არც ბერას და არც უფროს შვილს ამდენი არ ვლაპარაკია პოლიტიკაზე, როგორც ეს პატარა ლაპარაკობს. ამას აშკარად ინტერესი აქვს ამისი. კი ბატონო, აშკარად თვითონ კი უარყოფს, მაგრამ. არა, კი ბატონო, შეიძლება მას ჰქონდეს ინტერესი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ის ძალიან ახალგაზრდაა და ისე როგორც ყველა ახალგაზრდას აქვს იმედი მე ამას შევცვლი. ანუ მას რაღაცა ცვლილება უნდა, რა ცვლილება უნდა, მე არ ვიცი. ან შეიძლება უბრალოდ მამამისის პროექტი, ასე ვთქვათ. შეიძლება არის მამამისის პროექტი, მაგრამ რა გითხრათ, ის კადრები, რომელიც მე ვნახე ახალგაზრდული ორგანიზაციის, ძალიან ეჭვმეპარება, რომ ის მოქმედ პოლიტიკურ ძალად იქცეს. ხო, ნუ არ ვიცი, ჯერ ეხა პატარა, ჯერებათ ივანიშვილიც არაპირებს, ხო, ეხა პენსიაში გასვლას, მე ასე ვთქვა. ალბათ გათვლა არის 10 წლის მერე, რო გახდება 30-ის ეს ბიჭი, ან 35-ის. მერე რა ითქმა, ანუ ივანიშვილს ესეთი შეიძლება გრძელვადიანი გათვლები ჰქონდეს, რომ როცა ის უკვე ძალიან ხრად მოხუცი იქნება, მერე შეიძლება გადააბაროს ვიღაცა. მაგას მე ვერ გეტყვით. არა, ამას უბრალოდ თქვენ ვერ მეტყვით, მე უბრალოდ მე მგონია რომ უბრალოდ ეს დასრულდება იმით. მე ამის შიში გამიჩნდა, რომ შეიძლება ყველაფერი აქეთკენ მიდიოდეს და ქართული ხალხი ამასაც შეეგოს, ისე როგორც აქამდე ყველაფერი შეეგოა. ხო, ქართული ხალხისათვის შეგუება არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიის დიდი ნაწილი ზუსტად ამ შემგუებლური პოლიტიკით გავატარეთ. მაგრამ მე უბრალოდ მგონია, რომ რესურსები ამოწურვადია და ასეთ შემთხვევაში ისინი ავტორიტარულ რეჟიმს არარესურსულ ქვეყანაში დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებენ. ხო, ნუ ეგეც შეიძლება რა თქმა უნდა, ეგრე მოხდეს. მე უბრალოდ მინდა გითხრათ პროპაგანდაზე, რომელიცაც ყველაზე კარგად ამუშავებს ქართული ოცნება და ჩვენ დავიწყეთ ახლა იმ ამბით, რომ აი როგორც ცემეს კომიკოსი, ხო? მაგრამ სანამ მას ცემდნენ, მანამდე ერთი კვირა მიდიოდა ესე თქვენ მედიით და პროპაგანდით ეს ველის დამუშავება, რომ ეს კაცი არის მტერი, საზიზღარი ნოდარ დუმბაძეს შეაგინა, ერთხელ მეორებს სულ სხვა რაღაცაზე იყო იქ ხუმრობა, მაგრამ შეიძლება არ მოგწონდეს ეს ხუმრობა ცუდი იყოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხუმრობის გამო ადამიანს. მაგრამ ეს ხო ესე არ ყოფილა სპონტანურად. ეს მომზადება დაიწყო მთელი მანქანა ამუშავდა, იმედი, რუსთაველი, პოსტივი, ხო სიუჟეტებს უძღვნა, წარმოგიდგენთ ხა ახალი ამბავი რომელ ქვეყანაში შეიძლება გახდეს ახალი ამბავი ტელევიზიების მთავარი გამოშვებებისთვის, რომ ვიღაც იუმორისტმა სადღაც პოდკასტში რომელიღაცა მწერალზე ცუდი რამე თქვა. ხო, ანუ ეს ხო იყო ხა მიზანმიმართული მუშაობა და ამათ როლზე, ამ მედიების როლზე, იმ ჟურნალისტების როლზე, აი რას აკეთებენ ეს იყო უბრალოდ ძალადობას ახალისებენ, მახსენდება 37 წელს, უბრალოდ ხა დახრეტა არ არის. თორე 37 წელში თქვა ხდებოდა წერლებს სანამ დაიჭერდნენ და დასახრეტად გამოსადნენ, მანამდე მიდიოდა კრიტიკა იქ საბჭოთა პრესაში, დაქირავებული კრიტიკოსები, რავი, ბესოჟღენტი და სხვები დადღებოდნენ, გათათხავდნენ, ჯავახიშვილს ჩადებდნენ მიწაში, მომზადება ველი, რომ ეს მტერია და მე უკვე მარტივად მტერი რო არის, მისი მერე ცემა შეიძლება თუ ჯერ მადლობა ხვერს დახრეტა არ არის, მაგრამ თუ იქნება დახრეტად შეიძლება და ასე შემდეგ. აი ამას ემსახურება ეს ხალხი და თუ არ ესმის ამ ხალხს ეს ყველაფერი. რას აკეთებენ? ჩემი კოლეგებზე ვლაპარაკობ, რომლებიც ამ ხალხს აკეთებენ. ხო, ბატონო, ალბათ ეს უფრო იმათ უნდა გითხოთ, რას აკეთებენ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ის რომ აგიტაცია მიმდინარეობს, მაგას კიდევ ერთი ეგ არის იმ ჩარჩოში, ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია. პირობას გაძლევთ, რომ ნოდარ დუმბაძის ხუმრობა არაფერ შუაში არ არის. ნოდარ დუმბაძე ასეთ შემთხვევაში გამოყენებულია როგორც ერთი კონკრეტული ფიგურა და ავტორი და ნოდარ დუმბაძის მიმართ გამოთქმული რაღაცა ფრაზა არის გამოყენებული იმისათვის, რომ ამ ადამიანის მიმართ, კომიკოსის მიმართ, რომელსაც შეიძლება სხვა დროს ბევრად უფრო სერიოზული განცხადებები აქვს გაკეთებული არაკომიკურ ასე ვთქვათ ჟანრში. იმიტომ რომ ის იყო ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტი და ოპოზიციურად განწყობილი აქტივიზმის გამო გაილახა ის.
თუმცა ეს არის გაყიდული როგორც შეფუთული, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა დიდ ქართველ მწერალს. ვიღაცამ დაწერა Facebook-ზე, რომ იცით რა, ერთი 7 ნაწარმოები ჩაომითვალეთო ნოდარ დუმბაძისო, ისე რომ ინტერნეტში არ ჩაიხედოთ. ხო, იმ ხალხმა ვინც იქ ქუჩაში დახვდა. როგორ წარმოგიდგენია, რომ საქართველოში არსებობენ ვიღაც ადამიანები, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, თან მუშტებზე იხურებიან, რომ ვინმე მწერალს თუ მიაყენა შორდან მოდი მწერა. ხო, ასეთ შემთხვევაში და მე მობილურზე იღებენ ამ იმასაც. კი, და ასეთ შემთხვევაში შეიძლება გითხრათ ეს, რომ ლიტერატურის ტრფიალის ქვეყანა ყოფილიყო, გურამ დაჩანაშვილი არ დაწერდა კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა, ხო? აი ზუსტად მისი ინსცენირება ხდება იმ თვალსაზრისით, რომ რესპონდენტი გალაქტიონის ლექსიანს რა მოხდა მე წაიქცა ბავშვი კეთილი გამოვლელი ააყენებს, ხო? ასეთ შემთხვევაში განათლებულმა და კულტურულმა მკითხველმა გალახა ადამიანი, რომელმაც ნოდარ დუმბაძეზე იხუმრა, ხო? რას იგიჟესი აღმოჩნდით ამ პროპაგანდით და მე აგრძელებენ გალახეს და მე აგრძელებენ ხა კიდე ამოუჭრიკეს სხვა ხუმრობები და აი ეს მედია მე ამ მედიის როლზე მინდა გითხოთ რა ანუ მე მაგალითად ვფიქრობ რომ ისინი უბრალოდ ძალადობის წამხალისებლები არიან დღეს სიძულვილის გამღივებლები არიან ისინი არიან პროპაგანდის მსახურები აქედან გამომდინარე პროპაგანდის მსახურება ნიშნავს იმას რომ თქვენ ამბობთ ტყუილს თქვენ ავრცელებთ არასწორი ინფორმაციას თქვენ თანახმახართ имазе, რომ პროპაგანდის ჩარჩოში გააკეთოთ ყველაფერი, რასაც დაგავალებენ, ანუ ზღვარი არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში ის ადამიანები, რომლებიც არიან ჩართული ამ საქმეში, ხო, მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს, მე ვაკეთებ იმას, რასაც მეუნებიან. მე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ხა ბევრ მათგანთან მიმუშავია, ხო, ვიცნობ პირადად. ხო, ამდენ წელს მოვაშ გადავკვეთილ ვარ და დარწმუნებული რომ დავალ, ხა ჩემი გაშავება ადგებიან და მასაც ხელს მოაწერენ. აუცილებლად გაგაშავებენ, იმიტომ რომ ისინი არიან პროპაგანდის როგორც სისტემის და ინსტიტუციის ნაწილი. მათ უფლება არ აქვს. მათ რო უარი თქვან, ისინი ავტომატურად ვარდებიან ამ სისტემიდან. და როგორც ჩანს, ეს მათი კომფორტია, ძალიან მწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, ეს მათი კომფორტია იმ სისტემაში ყოფნა. ეს არის საკუთარი თავისუფლების გადაბარება ვიღაცისათვის, იმიტომ რომ იგრძნოს დაცულობა. აი ეს არის სულ. და შესაბამისად ეს ადამიანები სუდად გაუნდეს, მაგრამ ყველაფერზე ხელის მომწერნები არიან. და ესეთი ადამიანები არიან არა მარტო მედიაში, ესეთი ადამიანები არიან ყველა ინსტიტუციაში. აი ახლა მაგალითად სერიოზული პრობლემა დგება იმისა, რომ ვიპოვოთ პროფესიონალი ნებისმიერ საქმეში. რატო? იმიტომ რომ ეს ჩემი ის არის, რა ქვია, გადასხვაფერებული ინტერპრეტაცია. პროფესიონალს აქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება. ეს ძალიან ცუდი თვისება გულისხმობს იმას, რომ თუ ის ხედავს, რომ არ ახარ სწორი თავის საქმეში, ის აუცილებლად გეტყვის ამას. ესეთი არას თქმაც კი არ არის სასურველი. ლამდა მაშინ პროპაგანდა ესე ვერ იმუშავებს. კი, ნამდვილად, აწყობილად ვერ იმუშავებს. შეგდება ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელის მომწერები არიან, რომ ეს გააკეთოს. და რაც მთავარია, მათ აქვთ მიცემული ძალიან დიდი სივრცე, იმიტომ რომ ყველა გამოკითხვის მიხედვით ეს განსაკუთრებით ორი მედია საშუალება, რუსთავი 2 და იმედი ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს და მას უყურებენ. ხო, და ამაზე დგას ძირითადად და თან პროპაგანდის თავარი რაღაც რა იქცა, ხო, რა მიითვისეს, პატრიოტიზმი, ჩვენ ვართ პატრიოტები, თქვენ ხართ აკაცუკები და რაღაც ვიღაც აგენტები, ჩვენ გვიყვარს ეკლესია, თქვენ ხართ ეკლესიის წრები. ეხლა დაამატეთ ჩვენ გვიყვარს ლიტერატურა და მწერლები და თქვენ ხართ მწერლების წრები თუ რაღაცა. იმას არ იმჩვევენ რობერ კოსტურუამ რაღაც ვეფხისტყაოსანი, როგორ დადგა, რა ქვია, სცენაზე, იმიტომ რომ რობიკო მათიანია და თორე ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა რომელიმე ოპოზიციონერ რეჟისორს რო გაეკეთებინა ვეფხისტყაოს და თინათინი ნახევრადშიშველი გამოეყვანა სცენაზე, რა მოხდებოდა? ხო, ჩამოახჩობდნენ უბრალოდ. ხო, მართალი გითხრათ, მე სპექტაკლი არ მინახავს. რა კადრები რაც ნახე, ამაზე ლაპარაკობ, თორე. არ მინახავს. მე პირადად, ხო, სულად თავისუფლებას ვანიჭებ ყველას რეჟისორი თავისუფალი, მაგრამ მათი გადმოსახედიდან ვუყურებ ამას. ეხლა წარმოვიდგინო უბრალოდ, რომ რომელიმე ოპოზიციონერ რეჟისორს, ოპოზიციონერს გაეკეთებინა ეს. უბრალოდ დახვეწდნენ.
მას უბრალოდ არ შეარჩენდნენ ამას, არა იმის გამო, რომ კულტურაში თავისუფლება და შემოქმედებითობა აინტერესებთ, არამედ იმის გამო, რომ ეს იქნებოდა გამოყენებული იმისათვის, რომ აი ნახეთ, რა სიბინძურეს აკეთებს, ხო? ეს როგორ მოხდა, რომ ეს ყველაფერი მიითვისეს და თან ასე წარმატებით, რომ ყველაფერი ქართული, პატრიოტული ჩვენია და თქვენ ხართ ყველანი ამის მწერელი. ხო, მე ვერ გეტყვით, რომ მათ ეს მიითვისეს, განსაკუთრებით იმ ხალხისათვის, ვისაც კრიტიკული აზროვნება გააჩნია, იმიტომ რომ პატრიოტიზმი არ არის ის, როდესაც შენ ქვეყანას უკეტავ გზას განვითარებისაკენ. ეს ნამდვილად არ არის პატრიოტიზმი. არ არის პატრიოტიზმი, როდესაც შენ ცდილობ ყველანაირად, იგივე პროპაგანდის საშუალებით, ჩაერიო თავისუფალი ინსტიტუტების თვითორგანიზებაში. მე ასეთ შემთხვევაში ვგულისხმობ ეკლესიას და თავისუფალ და მედიას და არ არის ნამდვილად პატრიოტიზმი, როდესაც შენ ცდილობ ადამიანებს შეუცვალო ღირებულებითი სისტემა. ისინი ამყოფო შიშის მდგომარეობაში და ისინი დაატერორო იმით, რომ ერთადერთი საზრუნავი დაუტოვო მხოლოდ იზრუნოს მემესი რა ქვია მინიმალური პირველადი მოთხოვნილებების გადარჩენისათვის. ეს არ არის პატრიოტიზმი არანაირად. ხო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ აი ეს პროპაგანდა წარმატებით მუშაობს. როგორ შეიძლება ამ პროპაგანდის ველის გარღვევა? ხო, მაგისათვის უკვე შექმნილია წინაპირობა, რომ ეს გაჭირდეს, იმიტომ რომ მე მგონი ცოტათი შეამსუბუქეს უცხო ქვეყნის საელჩოებს შეუძლიათ დააფინანსონ, ასე ვთქვათ, მედია საშუალებები, ოღონდ ისე, რომ პოლიტიკაზე მათ არ უნდა ილაპარაკონ. და თვითონ თუ მედია იქნება პოლიტიკურად აქტიური, ხო, ასეთ შემთხვევაში მათ ყოველთვის უკვე აქვთ აშენებული ეს ინსტიტუციები, რომელიც მათ გააშავებენ. აქ კიდევ ერთი საკითხია, სანამ ის ბიზნესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავშეფარებული არის ამ ნომენკლატურას, მანამდე ძალიან გამიჭირდება, რომ მედიამ შეძლოს დამოუკიდებლად რაიმეს გაკეთება. იმიტომ რომ ბიზნესი კიდევ ერთი სფერო, რომელიც ჩუმად არის. ხო, ჩუმად არის, იმიტომ რომ ასე გამოსვლა არ უნდა. არანაირად. და დემოკრატიისთვის რაღაც ხარჯების გაღება არ უნდა არა მარტო დემოკრატიისათვის, არამედ მათ არანაირი სურვილი არ აქვთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა წავიდეს რეგულაციისაკენ. იმიტომ რომ რეგულირება გულისხმობს შრომის უფლებების დაცვას და აქ არსებული ბიზნესის მასე რა ქვია, ჩარჩოში არანაირი შრომის უფლება არ არის დაცული. არ არის დაცული სამუშაო საათები, არ არის დაცული ანაზღაურება და რა შორს მე ვდივარ. როდესაც ქვეყანაში თურმე საშუალო ხელფასია 2300 რაღაცა ლარი და მინიმალური ხელფასია 20. ნუ არ ვიცი ახლა ამას ჩემ როცა სკოლაში ვსწავლობდი, მე-4 კლასის არითმეტიკაა ეს ელემენტალურად, რომ შეუძლებელია მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარი და საშუალო ხელფასი 2300 რაღაცა ლარი გულისხმობდეს, ასე ვთქვათ, თანასწორობის და ხელმისაწვდომობის რაღაცა გარკვეულ მინიმუმს მაინც. ხო, ნუ მოკლედ გამოდის, რომ ყველა კმაყოფილია, ხო, ამ სიტუაციაში ან ეგუება. ეგუება. არა, ყველა კმაყოფილი არ არის. უმრავლესობა ამას ეგუება. და ნუ ახლა რა ვიცი, ახლა მე ხო, და არსებობს შეგუების ასე ვთქვათ, ზღურბლიც, რომლის იქით შეგუება შეუძლებელია. ხო, ამ ზღურბთან როდის მივალთ? არა, ეგ არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გეტყვი. ბოლოს გითხავთ გამოსავალს რაში ხედავთ ამ სიტუაციას? ხო, გამოსავალს რაში ვხედავ? მე გამოსავალს ხედავ იმაში, რომ ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ახლა ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბება. ეს არის ახალი თაობა. ახალ თაობას ჭირდება დრო. აი ეს არის ყველაზე უფრო როგორ გითხრათ, გადაულახავი ფაქტორი. იმისათვის, რომ ის რაც მათ შემოიტანეს თანასწორობის, ხელმისაწვდომობის, განათლების, ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი ნარატივები, რომელზედაც უნდა აეგოს სახელმწიფო,
აი ამან უნდა იმუშაოს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ეს მეტნაკლებად წარმატებით რამოდენიმე წელიწადში მაინც დაიძლება. ხო, იმედია და ანუ პოლიტიკაში შემოვა ეს თემები, მიხვდით ვერ ისე თქვა მინდა. ხო, მაგრამ დღეს რაღაც პოლიტიკურ სპექტრი, რასაც გადავხედავთ ოპოზიცია, საკმაოდ სუსტად გამოიყურება და რა არის ოპოზიციის მთავარი პრობლემა თქვენი აზრით? ჩემი აზრით ეს არის დემოსი არის ხალხი, ხო? და თუ შენ გაწყვეტილი გაქვს კავშირი დემოსთან, ასეთ შემთხვევაში შენი პოლიტიკა დგას თიხის ფეხებზე. და ამ თიხის ფეხებს ამირანის მითში არის ესეთი რა ქვია ფრაზა მაღლა რას ურტყავ სპილოსა დაბლა შემოჰკარ რბილოსა. ანუ დაბლა უნდა იყოს შემოკრული, ანუ ფეხები უნდა გამოეცალოს, თორე ის სპილოს ზვალის აბჯარი, ჯავშანი, ბრწყინვალება ყოველთვის არის მას არ აქვს პირდაპირ კავშირი მიწასთან. ამიტომ თუ პოლიტიკას უნდა რომ ააშენოს თავისი თავი, მას პირველი აქვს გასაკეთებელი დემოსთან ანუ ხალხთან ურთიერთობა. ის რაც გააკეთა მადიარმა, ის რაც გააკეთეს პოლონეთში, ტუსკმა რაც გააკეთა, ხო და იმათაც დრო ჭირდებათ და ჩვენც დრო გჭირდება. ოკეი, ბატონო, ნახოთ რა იქნება. მადლობა დიდი. დიდი მადლობა.